მოგესალმებით მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა თვითონ თქვენთაგანს თქვენს მიერ გამოცხადებული ნდობისთვის, თქვენი უკავშირისთვის, თქვენი დონაციისთვის, თქვენი გამოწერებისთვის, რეაქციებისთვის, აბსოლუტურად ყველაფრისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით და ღმერთმა მილიონად დაგიბრუნოთ, ხო? თქვენს მიერ გაღებული ემოციაც, მატერიალური რესურსიც და დამოკიდებულებაც, ხო? აი რასაც ასე ვთქვათ, თქვენ ჩემს მიმართ იმეტებთ და ვხედავ ამ ყველაფერს და ძალიან მაძლიერი ვარ. ღმერთმა და სამყარომ 1000 მაგათ უკან სიკეთით დაგიბრუნოთ, ხო? მეტი და მეტი მოგცეთ ენერგიაც, მეტი და მეტი მოგცეთ ფინანსური რესურსიც და მეტი და მეტი მოგცეთ ნებისმიერი სიკეთე, ხო? ამ ცხოვრებაში თუ კი რამე სიკეთე არსებობს. და მოდით დღეს ვნახოთ ასეთი გაშლა. ავიღოთ მოდი ორი ყვითელი პატარა სოკო, ერთი ესეთი პატარა, ერთი ცოტა მაღალი და შუაში ესეთი წითელი სოკო ჩავუსკუპოთ, ხო? და ვნახოთ რა უნდა და თქვენგან რეალურად ადამიანს. ანუ თქვენს მიმართ რა ინტერესები აქვს ადამიანს და დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ხო? ისეთი საყვარელი პეტერა და სოკოთი და ვნახოთ რა ინტერესები აქვს თქვენს მიმართ ადამიანს. ვნახოთ რა ინტერესები აქვს თქვენს მიმართ ადამიანს. პენტაკლების პაჟი, ქურუმი ქალი და ზომიერება, ორი მაღალი არკანი. კარგით, აბა ერთი კიდე აი აქ დავსვათ ეს პაწაწუნა სოკო და კიდევ ვიკითხოთ, აბა კიდევ მითხარი რა ინტერესები აქვს ჩვენი მაყურებლის მიმართ მათ მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს. რა ინტერესები აქვს? ნახეთ, ადამიანი კი ბატონო, თქვენთან პარტნიორობაში, თქვენთან ურთიერთობაში შეიძლება ხედავდეს რაიმე პერსპექტივას, რაღაც ახალი დაიწყოს, რაღაც ახალ ფეხურზე გადავიდეთ, ხო? რაღაცა ახალი განვითარება მიიღოს, გინდ მისმა კარიერამ, გინდ მისმა მატერიალურობას, გინდაც სწავლის დონეზე, თუნდაც ცხოვრების დონეზე, ხო? აი რაღაცა სიახლე, რაღაცა ახალი, რაღაცა ჯერ რომ არ ყოფილა ისეთი საფეხურზე გადასვლის მომენტი, ხო? ანუ თქვენთან დაკავშირებით, თქვენ მისთვის რაღაცა ახლის დასაწყისი ხართ, მოდით ეს ასე ვიტყოთ. ადამიანს თქვენთან მეგობრებო, სავარაუდოდ ფარული ურთიერთობა სურს. ადამიანს თქვენთან სურს რომ იპოვოს ბალანსი, თქვენთან იპოვოს რაღაცა ის ჰარმონია, თქვენთან იპოვოს ბალანსირებული ურთიერთობა და თქვენი დახმარებით გამოვიდეს იმ ტკივილებიდან თუ იმ რაღაცა წარსულის გამოცდილებებიდან, რამაც დღეს ის აი ამ ტრანსფორმაციაში ჩააგდო, ხო? მაგრამ მაინც იმედიანად, მაინც ძალიან ისე უყურებს მომავალს და ზუსტად იცის რომ თქვენ მას აი ამ სიტუაციიდან გამოსვლაში დაეხმარებით და კიდევ როგორ ხო რა სურს თქვენგან? არ ვიცი, შესაძლოა პირდაპირ ოჯახიც უნდოდეს თქვენთან, თუ ასე არა, ყოველთვის სტაბილური ურთიერთობა ცალსახად უნდა. არასერიოზულ დამოკიდებულებას მე აქ ადამიანის მხრიდან თქვენთან დაკავშირებით ვერ ვხედავ, მაგრამ უფრო აქ ისეთი მომენტი მომდის, რომ სტაბილურად უნდა მასთან ფარული ურთიერთობაში გამყოფოთ. მადლობა პირველ ვარიანტს და ამ პაწაწუნა სოკოს. მეორე და წითელი სოკო. რა უნდა ადამიანს თქვენგან? რა უნდა თქვენგან ადამიანს? რა უნდა თქვენგან ადამიანს და ემოციები, ყველანაირი სისავს, ეს იქნება ემოციური, ეს იქნება ვთქვათ, ანუ კი ბატონო, მატერიალურიც, ხო, რაღაცა წინსვლა, რაღაცა გამარჯვება, აი მე რომ შვიდად ვარ, მე რომ კარგად ვარ, ანუ ყველაფერში რომ ზედა თამასა მაქვს, ხო, ცხოვრებაში.
კიდევ ემოციები, ანუ რაღაც აი თქვენში, თქვენგან ჭირდება მაცოცხლებელი ენერგია, თქვენგან ჭირდება სიცოცხლის სურვილი, რომ დაუბრუნდეს, ანუ აი თქვენგან რომ ასე ვთქვათ, მიიღოს ის რაც აქამდე არ ქონია. რა უნდა კიდევ თქვენ ხო აი ან თქვენში ძალიან აქტიურ ენერგიას ხედავს, ის ხედავს თქვენს მიზანსწრაფულობას, ანუ ძალიან წარმოდგენის არის თქვენთან დაკავშირებით და ის ფიქრობს, რომ თქვენი არსებობა მასზე ძალიან დადებითად იმოქმედებს, ხო თქვენ მას სიცოცხლის ხალის დაუბრუნებთ. თქვენ მას აი კი ბატონო ნახეთ სამყარო ხო რაღაცა გამთლიანებას მოუტანთ, რაღაცა ჰარმონიას მოუტანთ. ახალი შესაძლებლობა ხართ თქვენ თითქოს მისთვის და იმპერატორი არ გამოვრიცხავ მეგობრებო თქვენთან სერიოზულ დასასრულსაც ფიქრობდეს, რასაც ოჯახი ქვია ხომ. მადლობა მეორე ვარიანტს და მოდით ახლა ეს მეორე მაღალი სოკო ხო ის პატარა დაბალი სოკო იყო ის მაღალი აი ესეთი სოკოა ხო მესამე ვარიანტი. და ვნახოთ რა უნდა თქვენგან ადამიანს. რა უნდა თქვენგან ადამიანს და არც მეტი და არც ნაკლები მეგობრებო. ეს ბატონი სავარაუდოდ არის ოჯახში, სავარაუდოდ არის პენტაკლების მეფე, ძალიან დაღლილი, ძალიან ენერგია გამოცლილი და უნდა რომ თქვენ გაგიზიაროთ თავისი ტვირთები და გარკვეულწილად ეს თავისი ტვირთები თქვენს აგკიდოთ. ეს ემოციურ ტვირთებს იქნება თუ არ ვიცი რა ენერგეტიკული ტვირთები თუ პირდაპირ მნიშვნელობით საყოფაცხოვრებო ტვირთები თქვენ ჭირდებით იმისთვის რომ აი ესე მაპატიეთ რა ძალიან დიდი ბოდიშმა რაც ცოტა მეუბნება და რა ინფორმაციაც მომდის ეს არის რომ აი ესე აგკიდოთ ყველაფერი თვითონაც ათრიოს ეს ტვირთი მაგრამ ცოტა შეიმსუბუქოს თქვენი მეშვეობით. რა უნდა კიდევ ადამიანს რა უნდა თქვენგან ნახეთ გადამიფრინდა არკანი. არჩევანი აქვს ამას გეუბნებით და უნდა რომ თქვენგან ის რაც იქ არ აქვს სადაც არის თქვენგან აიღოს და თქვენგან დაიბალანსოს სიტუაცია, ხო? რაღაცნაირად თავისი ბნელი ენერგიები თქვენი სინათლით აი როგორ თქვა, გაინათოს. მოდი პირდაპირ ასე ვიტყოდი, ხო? კიდევ რა უნდა ადამიანს აბა მითხარი? რა უნდა კიდევ ადამიანს? რა უნდა ადამიანს? ნუ იმ თვარის არკანით რა შემიძლია გითხრათ. რაღაცა შიშებში, აქაც რაღაც ფარულ ურთიერთობაზეა ცალსახად ლაპარაკი, რაღაცა დაფარულ ამბებზეა. შეიძლება უნდადეს რომ ის თავისი შიშები, თავისი უიმედო მდგომარეობა რაღაცნაირად თქვენი სიტუაციით გამოიყვანოს, ხო თქვენ მისთვის ასე ვთქვათ მკურნალის მომენტი გქონდეთ, ხო აი თქვენ თითქოს რაღაცაში უნდა წაეხმაროთ, თქვენ თითქოს რაღაცა უნდა მიაშველოთ რა. კიდე ავჩეხოთ დასტა ერთი წამით ორი არკანით სამოვიდოთ და საკმარისი იქნება რა სურს თქვენგან ადამიანს. ხო, ნუ აი რა სურს თქვენგან ადამიანს მეგობრებო და ვარსკვლავის არკანით ზუსტად აი ეს ბალანსი უნდა ხო ის რაც ვარსკვლავის არკანს ანუ რაღაცა შუქი უნდა, რაღაცა იმედი უნდა, რაღაცა მიზანი უნდა, რაღაცა მის ცხოვრებას რო აზრი გაუჩნდეს, აი ესეთი მომენტი აქვს რა. და რა უნდა კიდევ მითხარი, ხო, აი ბალანსი უნდა, სიმშვიდე და სიწყნარე უნდა თქვენი მეშვეობით, ოღონდ მე აქ ენერგიები არ მომწონს და რა გავაკეთო. თუმცა თქვენი ცხოვრება თქვენი ნება. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.